პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თეატრულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე 8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და ამ სასჯელს დაამატა 2019 წელს დაკისრებული 25,000 ლარის გადახდა. ანუ გამოდის, რომ მოსამართლე გალუსტაშვილმა მელიას განაჩენები შეუკრიბა. არა და ქართულ ოცნებას შეკრებითობა გაუქმებული აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ნიკა მელიას შემთხვევა ერთ-ერთი გამონაკლისია. პირველად მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში შეკრიბა განაჩენები სასამართლომ და ახლა ნიკა მელიას შემთხვევაში გააკეთა იგივე მოსამართლე გალუსტაშვილმა. მელიას ნობილიტეს ამუშავეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 350 ნორმით გადასწრებული დანაშაულის შედეგისთვის და საჭირო სახელმწიფოდ განისაზღვროს პრივატული თავისუფლების საფრთხე. მას ორეცლის ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურის დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 განობის მეხუთე ნაწილის თანახმად განაჩენი დანიშნულ საჭიროს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკაბრის განაჩენი დანიშნული საჭირის მოვიდელი ნაწილი. ჯარიმ 25,000 ლარის ოდენობით და საჭირო საბოლოო სახელმწიფოდ განისაზღვროს თავისუფლების საკუთრებათვის ვადით და ჯარიმ 25,000 ლარის ოდენობით. ის რომ ხალხის მიერ რეჟიმად გამოცხადებულ ქართული ოცნების ხელისუფლებას ნიკა მელია არასდროს არ ემორჩილებოდა, ის დღეისეც გამოჩნდა 6 წლის წინ 2019 წელს შეუფარდა სასამართლომ ქართულ ბანკის საქმეზე ნიკა მელიას 25,000 ლარი ჯარიმა. მაშინ მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ. ეს ჯარიმა მელიას გადახდილი არ აქვს და როგორც ადვოკატი აცხადებს, ის არასდროს არ ემორჩილებოდა და არ დაემორჩილება ქართული ოცნების ხელისუფლებას. მოულოდნელი ადვოკატებისთვის არ ყოფილა ის გადაწყვეტილება, რომელიც მელიასთან დაკავშირებით მიიღეს, რადგან უფლებადამცველები ამბობენ, რომ ნიკა მელია ერთ-ერთი ის პოლიტიკოსია, რომელიც ყველაზე მეტად უშლის ქართულ ოცნებას ნერვებს და შესაბამისად არ გაკვირვებიათ, რომ განაჩენები შეუკრიბეს ოპოზიციის ლიდერს. რაც შეეხება პროკურატურას, პროკურატურა წულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გამომტყუნებელ განაჩენს ელოდებოდა. ისინი არაპირებენ საჩივრონ ზემო ინსტანციაში, რადგან მათთვის 8 თვიანი პატიმრობა მისაღებია, თუმცა ნიკა მელია და მისი ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში ფორმალურად საჩივარს მაინც შეიტანენ. მოხდა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში მეორე ფაქტია ის, რომ ნიკა მელიას სასჯელები შეუკრიბა სასამართლომ. ერთი აქამდე ესეთი ფაქტი მოხდა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში და მეორე გახლავთ ნიკა მელია. ანუ არსებობდა 2019 წელს განაჩენი ქართულ ბანკთან საქმესთან დაკავშირებით, სადაც ნიკა მელიას სასჯელის სახით ჰქონდა 25,000 ლარი გამოტანილი. ეს გადაწყვეტილება იყო აღოსრულებელი. დღევანდელი გადაწყვეტილებით ნინო გალუსტაშვილმა ორი საქმე გააერთიანა, ესე რომ ვთქვა და კი არ და სასჯელები შეკრიბა ორ საქმეზე. რასაც ქვია ტიპიურად სასჯელის შეკრებითობა გამოიყენა სასამართლო მოცემულ შემთხვევაში. სათვალავი აგვერია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. 2019 წლის ერთ-ერთი განაჩენის დროს ნიკას ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 25,000 ლარის ოდენობით, რომელიც მას არ ჰქონდა გადახდილი და შესაბამისად მოსამართლემ აღნიშნულ განაჩენში ასახა. ეს კიდევ ერთხელ მოწვევს იმას, რომ რაც არ უნდა იკითხონ და წერონ და რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნიკა არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დამოკიდებული სასჯელის, ასე ვთქვათ, აღსრულებას, რაც შეეხება ჯარიმას, რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას, იგი ორჯერ არის დაპატიმრებული. დღეს საერთოდ გამომართვებელი განაჩენიც რომ დაეყენებინა, მოგეხსენებათ ნიკასთან მიმართებით არის დაპატიმრება გამოყენებული და ჯერ კიდევ წინ გვაქვს ჩვენ მოსამართლის წყლის შესხმის ფაქტზე სასამართლო განხილვა. პრევია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ნორმატიული ბაზა იძლეოდა იმის საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამომტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად ამის მოლოდინით ჩვენ გვქონდა ნამდვილად. ნიკა მელიას 8 თვიანი პატიმრობა მოსამართლე გალუსტაშვილმა თეატრულკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეუფარდა. მას ჯერ გირაო დააკისრეს, რადგან კომისიაზე არ მივიდა. შემდეგ ვიდრე გირაოს გადახდის ვადა მოიწურებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 150 თანამშრომელმა დაახლოებით გაიტაცა. ამ დრომდე მისი გატაცების საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შემდეგაც პროტესტი გამოთქვას ხდომათა დარბაზში. ამ საკითხთან დაკავშირებით მელიამ და
და მოსამართლეს მოსთხოვა, რომ გამოიძიონ მისი გატაცების ამბავი. მოსამართლემ არ შეიმჩნია ნიკა მელიას საქმე და მისი გატაცების ინციდენტი, რის გამოც პროტესტის ნიშნად მოსამართლეს წყალი შეასხა ნიკა მელიამ. ამ საქმეზე მას დამატებით ბრალდება წარუდგინეს, რაც ითვალისწინებს 2 წლამდე პატიმრობას. პატიმრობა აქვს ამ საქმესთან დაკავშირებითაც აღკვეთ ღონისძიებათ მელია შეფარდებული. შესაბამისად, თეატრალურკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე შეფარდებული 8 თვიანი პატიმრობა ბევრს არაფერს არ სულიდა ნიკა მელიასთვის, რადგან მას 2 წლიანი პატიმრობა ემუქრება სწორედ იმის გამო, რომ მოსამართლეს წყალი შეასხეს ხდომათა დარბაზში.